გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი პირველი სტუმარია ქეთევან ქრივიშვილი, სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დედა. მე მას მივესალმები. ქაბატონ ქეთი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ქეთუნამ თქვენმა შვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ირაკლის ნახატია საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ასევე მისი ტექსტი დიდება თითოეულ გულმხურვალე საქართველოსთვის მებრძოლ პატრიოტს. საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი. აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა. ირაკლი ქერაშვილი აი ამას წერს ციხის საკნიდან სინდისის პატიმარი, რომელიც უკვე 1 წელია ტყვეობაშია და რომელიც რამდენიმე დღის წინ მოინახულეთ თქვენ. 24 საათიანი პაემანი ჰქონდათ მასთან. პირველ რიგში აი ეს თქვენი განცდა ალბათ რთულია ახლა რაღაცნაირად აღწეროთ, მაგრამ თვითონ ირაკლი როგორ არის, რა აქვს მას სათქმელი, როგორია მისი განწყობა? მოგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია მე იტალიაში გახლავართ, იქ ცხოვრობდა, იქ მუშაობდა. შარშან 6 დეკემბერს დაიჭირეს ჩემი ირაკლი აქციაზე და 6 დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის იქ ემიგრაციაში მარტო ყოფნა და ამ ყველაფრის ატანა და მაგრამ მე იმას მაძლევდა ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან აქ ირაკლის გვერდით ყოველთვის, მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ქეთი დანელია, ჩემი ქალიშვილი, რომლებმაც ფაქტიურად ჩემი მისია გადაინაწილეს. თავის ფუნქციასაც ასრულებენ და ჩემი მისიაც, ასე ვთქვათ, აიღეს თავის თავზე და მე ის მაძლებიებს, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში. შემდეგ იყო ის მოვლენები, დაიწყო სასამართლო პროცესები, ეს უწყვეტი სასამართლო პროცესები, საოცარი მოლოდინები იმისა, რომ გამართლდებოდა ჩემი ირაკლი და ყველა ის ბიჭი სინდისის პატიმარი და მათ რაღაც ჯგუფურ დანაშაულში სდებდნენ ბრალს, რომელიც ვერაფრით ვერ დაუმტკიცეს. და მე ჩამოსული ვიყავი შარშან 26 თებერვალს ჩამოვედი, რომ დავსწრებოდი ამ პროცესებს. იყო ღია პროცესები და შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაღაც ირღვეოდა დისციპლინა ამ სასამართლო პროცესებზე და დახურულად გამოაცხადა სასამართლო პროცესი და 26 მარტს მე იძულებული ვიყავი, დაბრუნებული ვიყავი სამსახურში, იტალიაში ისევ და ვთხოვე ჩემი ადვოკატის არაჩვეულებრივი პიროვნების რეზო აჭარაძის მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დაიკმაყოფილებია ჩემი მოთხოვნა, რომ დავსწრებოდი ბოლო პროცესს გაფრენის წინ, საქართველოს დატოვების წინ მენახა კიდევ ერთხელ ჩემი შვილი, მაგრამ არაფრით არ დააკმაყოფილა ამ პიროვნებამ, არ მომცა უფლება. სულ ვარ ჩართული, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, რომ არის იმის საშუალება, რომ დავეკონტაქტო ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს რძალს, ჩემს დედას, რომლებიც მუდმივად დადიან და მუდმივად არიან ყველა პროცესში ჩართულები. ძალიან აქტიური არიან ჩართული ასევე იმ აქციებში, რომლებიც გრძელდება დღესაც რუსთაველზე, წელიწადზე მეტია ეს გრძელდება და ეხლა მომეცე შესაძლებლობა, რომ ჩამოსულიყავი საახალწლოდ და 7 იანვარს არის ჩემი ირაკლის დაბადების დღე. შარშანაც ისე მოხდა, რომ 30 წელი ასეთი მნიშვნელოვანი ასაკის იუბილე შეუსრულდა ციხეში. წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე იყო ამ ყველაფრის ატანა და გადატანა ჩემთვის. და წელს 20 იანვარს მქონდა 24 საათიანი პაემანი, მე და მისი მეუღლე ვიყავით მასთან შესულები. მოგახსენებთ იმას, რომ ირაკლი ძალიან მხნედ არის და აი სიტყვით მოგახსენებთ, რომ ის უფრო მეტად განიცდის ჩვენ მდგომარეობას და ჩვენ ასეთ პათოსს და ჩვენს ასეთ აღელვებას მის გამო. მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უმძიმესი იყო ციხის დატოვება. რაც შეეხება ამ შეწყალების პროცესს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ თქვა ეს ბატონმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, რომ შეიწყალებდა. ამ თემაზეც ვესაუბრეთ, დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არიან ეს ბიჭები დამნაშავეები და რაზე უნდა ეთხოვათ პატიება. იცით რა, თან ისეთი ფორმით იყო, თუ უნდათ შეწყალება, მათ შეეძლოთ ისე მოულოდნელად
გამოეთქვათ ეს თავისი აზრის შეწყალების თაობაზე, რომ საერთოდ არ დაკითხოდნენ ან ბიჭებს, მაგრამ კიდევ უნდათ იცით ამ ბიჭების გატეხვა ამითი, რომ რაღაც ბოდიში მოეხადათ, მაგრამ მე ვიცი სხვა ოჯახის წევრებსაც ხვდებით, ყოველთვის ოჯახის მათი მშობლები ვიკრიბებით და მათაც არაფერი არ დაუშავებია და თუ პატრიოტიზმი საბოდიშოა, იცით აი რაღაცნაირი ისეთი მიუღებელი ფორმით იყო ეს გადმოცემული და შემოთავაზებული შეწყალება. და რა თქმა უნდა არც ერთი ბიჭი ამას არ თანხმდება. არც ირაკლი და არც დანარჩენები, იმიტომ რომ მე მათი ოჯახის წევრებისგან ვიცი მათი აზრი, რომ არ არიან თანახმა. აი თქვენ ამ თემაზე როდესაც საუბრობდით, ნუ ეხა დედა ხართ და რასაკურველია ყველა დედისთვის ძალიან მძიმეა უდანაშაულო შვილი ციხეში, მაგრამ აი თქვენი პოზიციაც რა იყო ამ ფორმით, აი მართლა რაც თქვენ ახსენეთ, ყავალაშვილს შეეძლო რომ პირდაპირ გამოეცხადებინა შეწყალება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მაგრამ ქართული ოცნება ამას ცდილობს, მთელი ერთი წელია ამას ცდილობს, რომ ეს ბიჭები რაღაცნაირად გააშალოს ან დაამციროს, ხო და ამას ვერაფრით ვერ მიაღწია. აი თქვენი პოზიციაც ასეთია, რომ არა ამ ფორმით შეწყალება არავის არ ჭირდება ყავალაშვილს. ეხლა გითხრათ რომ რა თქმა უნდა იმედი მქონდა მე რომ რაღაც შეიწყალებდნენ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ხდება ქვეყანაში პრეზიდენტი უდანაშაულო შედარებით უდანაშაულო ხალხს რაღაცნაირად აძლევს ამნისტია ყოველთვის გამოდის ხოლმე საახალწლოდ, მაგრამ ასეთი სახით ამ ბიჭებისათვის მით უმეტეს უკვე ერთი წელი გავიდა და არავინ არაფერს არ აღიარებს, ყოველი მხრიდან მიუდგენ იმისათვის რომ ამ ბიჭებს ეღიარებიათ რაღაც დანაშაული, მაგრამ როგორ უნდა ეღიარებიათ არარსებული დანაშაული. გამოდიოდნენ აქციებზე და უნდათ ამ ახალგაზრდებს ევროპული მომავალი, ეს ნორმალური მოთხოვნილებაა მთელი ჩვენი ნათელი საზოგადოების და ნათად მოაზროვნე საზოგადოების საქართველოს. და რა თქმა უნდა ირაკლი არანაირ შეწყალებას ეხლა დანაშაული რო ქონოდა ჩადებული, რა თქმა უნდა მეც ვეტყოდი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა დედას და ყველა ოჯახს უნდა რომ შვილები იხილონ ციხის გარეთ და ახალ წელს ყველა თავის ოჯახში შეხვდეს, მაგრამ მე რა თქმა უნდა დიდ პატივს ჩემი შვილის აზრს და მე ვერაფრით წინ ვერ წაუვალ და ვერაფრით ვერ მის მისიას და მის გადაწყვეტილებას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამიტომ აი კაპიტან ქეთი ჩვენ ხშირად გაგვიგია და ეს წერილებიდანაც ვიცით სინდისის პატიმრების ასევე მათი ოჯახის წევრებისგან რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ციხის საკნიდან ჩვენი პატიმრები უყურებენ მაგალითად რა ხდება რუსთაველის გამზირზე, გამოდის ხალხი, არ გამოდის. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გითხრათ ირაკლიმ და რაც შეგიძლიათ რომ ახლა ჩვენს მაყურებელსაც მოუყვეთ, რა არის აი ყველაზე მთავარი რაც იქ ამ ბიჭებს აძლევს ძალას და როგორ ახერხებენ იმას, რომ იქედან კიდე აქეთ ჩვენ გაგვამხნევონ და ასეთი პრინციპულები და ასეთი მაგრები. რა თქმა უნდა, ისინი როგორი იდეაც მათ ამოძრავებდათ აი ამ მოვლენების დაწყებიდან, ის იდეები დღემდე არ ჩუნდება და ის ხასიათის სიმტკიცე კიდევ უფრო ეს აქციები, რომლებიც რუსთაველზე ყოველ დღე მიმდინარეობს და წელიწადზე მეტია ეს აქციები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ის თქვენი ოპოზიციური არხების მეშვეობით, პირველის მეშვეობით, ფორმულის მეშვეობით, რომელიც ასე ნათლად აშუქებთ და სწორად აშუქებთ ამ მოვლენებს რუსთაველზე, ეს რა თქმა უნდა დიდ ძალას მატებს მათ და ისინი ამბობენ, რა თქმა უნდა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და ჩემმა ირაკლიმ თქვა, რომ მე კიდე დედა 11 თვე დამრჩაო და მე ჩემ მოსაზრებას და ჩემ პრინციპებს ვერასოდეს ვერ უღალატებო და ასეთია მათი მოსაზრება, არა მხოლოდ მამისი, მე ვიცი Facebook-ზე იდება წერილები სხვა პატიმრებისაც, სინდისის პატიმრებისაც, რომლებიც აი ასეთ აზრს გამოთქვავენ ასევე. კი, ეს გამოხმაურებები და ასევე ეს ადვოკატები, ეს არმია არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადვოკატებისა, რომლებიც აი ასე უანგაროდ და ასე გულანთებული იცავენ ჩვენს ბიჭებს. ეს აი დიდი მადლიერების გზნობა მინდა გამოვხატო ყოველი მათგანის მიმართ, რეზო ვაჭარაძე, რომელიც უშუალოდ იცავს ჩემს ირაკლის, ომარი ფურცელაძე, ირაკლი, აი ახლა არჩევნებზე მან რატომღაც წააგო არაჩვეულებრივი ჩომახაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება. აი სულ ყველა ეს გუნდი ეკაბესელია, რომელმაც შეადგინა ეს არაჩვეულებრივი პროფესიონალ ახალგაზრდა პროფესიონალ ადვოკატთა გუნდი.
ესენის თავისი სიმტკიცის და თავისი სწორი ქმედებები დიდ ძალას მატებენ ჩვენ ბიჭებს და აქედან თქვენი ეთერის მეშვეობით უდიდესი მადლობა მინდა მათაც გადაუხადო და მთელ ამ არმია ჟურნალისტებისას, რომლებიც ხართ ამ TV პირველისა და ფორმულის ჟურნალისტები, არაჩვეულებრივი პროფესიონალები, რა თქმა უნდა, თქვენი ესეთი თანადგომა ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიცი, რომ მხოლოდ აი თქვენ არხებს უყურებენ ციხეში და ეს დიდ შემართებას აძლევს მათ. კი ბატონო და მოვიკითხავ კიდევ ერთხელ აქედან ირაკლისსაც და სინდისის სხვა პატიმრებსაც და ვუსურებ ძალიან მალე თავისუფლებას, მაგრამ თავისუფლებას დამსახურებულს და არა ყაველაშვილის რაღაცა გაჩეჩილაძის რაღაც თითქოს გადაგდებულ, აი წარმოუდგენელია მართლა რომ ადამიანებზე რომლებზეც ზუსტად იცი რომ არაფერი დაუშავებიათ ერთ წელიწადზე მეტია ტყუილად არიან ბიჭები ციხეში და გოგოები გინდაც მზია ამაღლობელი თუ სხვები და კიდე ამბობ რომ აი ეხლა მოინანიონ და აღიარონ რაღაცეები და მაშინ გამოუშვებ. ნუ ეს არის მართლა წარმოუდგენელი არ ვიცი საერთოდ რა ქვია ასეთ საქციელს როდესაც ხო მე რა რომ ეგრე წოდებული ხარ პრეზიდენტი ხო ქვია ამ ქვეყნის და რაღაც ცოტა მეტი აზრი უნდა კონდეს იმ სიტყვებს რომელსაც ის ამბობს და რადგან საუბრობთ ქაბუტონქეთი ამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჩვენ ხედავთ რომ აი ამ ერთი წლის განმავლობაში რაც ბიჭები ვერ გატეხეს ვერავის ვერ ათქმევინეს ის რის მოსმენაც სურდა ქართულ ოცნებას რომ ეღიარებინათ თითქოს რაღაცნაირად დანაშაული ებრძვიან ბოლომდე ბიჭებს მათი ოჯახის წევრებს პროტესტს რუსთაველის გამზირზე ახალ კანონებს იგონებენ და აი ახლა ნახეთ რომ უკვე დაიბარეს ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ხო იბარებენ უკვე გამოკითხვებზე და არ ვიცით კიდე რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ამავე დროს თქვენ როგორც ემიგრანტს მინდა ასევე გკითხოთ აი იმ გადაწყვეტილებებს შესახებ რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ ხმის უფლება უნდა წაგართვან თქვენ იმიტომ რომ იძულებული გახდით რომ წახვიდეთ უცხო ქვეყანაში და იქიდან დაეხმაროთ თქვენს ოჯახს ხო აი ეს როგორ აღიქვით რას ნიშნავს იცით ამას წინათ მე უსმენდი გამოსვლას ანადოლიძისას და მან ასეთი რამ თქვა რომ თურმე ჩვენს ბიუჯეტში 4 მილიარდამდე თანხა საგზავნიან ემიგრანტები საქართველოში ინახავენ თავის ოჯახებს ფაქტიურად და გარდა მაგისა უსმენდი კიდე ნანუკა ჟორჟორიანის გამოსვლას და აი მინდა ვისარგებლო იმ მომენტით ირაკლი დიდ მადლიერებას გამოხატავს ნანუკას მიმართ პერსონალურად იმიტომ რომ მისი ფონდი რო არა ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდებოდა ოჯახებსაც და ბიჭებსაც იქ ყოფნა დღემდე და უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა მას და ნანუკამ თქვა რომ შარშან თურმე წაუგია ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს ბოლო არჩევნები როდესაც იყო წააგო ქართულმა ოცნებამ ემიგრანტებს კი ბატონო თან ძალიან მძიმე ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა მას არ უნდა რა თქმა უნდა ეხლა ეს არის ყველაზე მარტივი რომ გააუქმო საარჩევნო უბნები უცხოეთში და არ მოგვეცეს ჩვენ საშუალება რომ ხმა მივცეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეურაცხყოფაა იმ აურაცხელი არმიის ემიგრანტების მიმართ და ისინი ზრუნავენ თურმე იმაზე რომ ნებავთ რომ ჩვენ ჩამოვიდეთ და არჩევნებში საქართველოში მივიღოთ მონაწილეობა მაგრამ დამერწმუნეთ რომ საქართველოში დღეს მსოფლიოში ფარგლებს გარეთ უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს ვიდრე საქართველოშია ჩვენი რაოდენობა ქართველებისა და ელემენტარულად იცით ვინც ეს კანონი უნდა რომ ძალაში შევიდეს აი როგორ წარმოუდგენიათ ის აურაცხელი არმია ემიგრანტებისა თუნდაც დაბრუნდნენ აი ფიზიკურად თუ შეიძლებენ თუნდაც აეროპორტში მომსახურებას და სერვისი გაუწიოთ სათანადო დონეზე იმ აურაცხელი მოსახლე რაოდენობას ვერ შეძლებენ და მეორეც ერთი ასე არ არის რომ მე ავდგე და წამოვიდე როდესაც მომესურვება იმიტომ რომ სამუშაო ადგილები ასე ადვილად მოსაპოვებელი არ არის და მე ემიგრანტთა უმრავლესობა არალეგალები არიან მოგეხსენებათ და ამიტომ შეიძლება რომ წამოდატოვონ ქვეყანა და მე ესე უკან დაბრუნდნენ რასაკურებელია ეს ფაქტიურად აბსურდია და მე ასე ვფიქრობ რომ რაღაც ეს დაცინვა იმ ემიგრანტებისა რომლებიც დღეს საქართველოს ფარგლებ გარეთ არიან და ფაქტიურად არიან საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი ხო? კი ბატონო ზუსტად და ბევრი ოჯახი აი მართლა არ ვიცი შიმშილის ზღვარზე იქნებოდა რომ არა ის ადამიანები ვინც
ეხმარება ამ ოჯახებს და მართლა მათი ცუდმულობენ და ეს ვერაფრით ვერ დააკნინებს ამ ადამიანებს, მაგრამ ქართულ ოცნებაზე კი ძალიან ბევრს მეტყველებს კი. ეს არის დიდი უპატივისცემლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ქაბტონ ქეთი. მე იმედი მაქვს რომ როდესაც კიდევ ერთხელ გექნებათ ირაკლისთან შეხვედრა, ჩვენ მოუყვებით ჩვენს მაყურებელს მადლობა და მოვიკითხავ ირაკლის და მის მეგობრებს, რომლებიც მასთან ერთად არიან, არაჩვეულებრივი ბიჭები, რომლებიც ერთმანეთს აძლებინებენ. კი ბატონო, მეც მოვიკითხავ და გადაეცით ირაკლის ძალიან დიდი სიყვარული ჩვენგან, როდესაც ნახავთ მას კიდევ ერთხელ და პატივისცემისათვის. მადლობა თქვენ, მადლობა. ქეთევან ქრივიშვილი, სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დედა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.